SpaceX-ი და OpenAI კომპანიის წილები შეგიძლია შეიძინო Robinhood-ზე სანამ საერთოდ ბირჟაზე გავა კომპანია. ეგეთი რამე წარმოუდგენელია. ასევე არის სტოკები, ფასიანი ქაღალდები, Tesla, Nvidia, Microsoft და ბევრი დიდი კომპანიის კრიპტო ვარიანტი. Ripple-მა შეიტანა განაცხადი, რომ ამერიკაში მიიღოს ბანკის ლიცენზია. ეს ნიშნავს, რომ Ripple-ს თავისი ტრადიციული ბანკი ექნება. აქ კიდე ერთია, Circle-მაც იგივე გააკეთა. გამარჯობათ, მე ვარ თემო, ეს არის გიორგი და ჩვენ გაგაცნობთ Crypto News. ეს არის გადაცემა, რომელსაც ყოველკვირეულად ვწერთ და თუ გაინტერესებთ ახალი ამბები კრიპტოს სამყაროში, აუცილებლად გამოვყევით ჩვენს გვერდზე. დღევანდელ გადაცემას, როგორც ყოველთვის, დავიწყებთ კრიპტო ბაზრის ზოგადი მიმოხილვით. ვისაუბრებთ Robinhood-ის ახალ ბლოკჩეინზე, საკმაოდ ამბიციურ Ripple-ის გადაწყვეტილებაზე და Bitcoin-ის მაინინგის ეკო-მეგობრულ ინიციატივაზე. დავიწყოთ პირველი თემით. დავიწყოთ. მოკლედ, პირველი რა ხდება კრიპტო ბაზარზე? გქონდა პატარა low, ხო? ნამდვილად. მაგრამ ისე დაუბრუნდა Bitcoin თავის ნიშნულს, ისევ არის 109,000-ის ფარგლებში და ახალ რეკორდისკენ მიდის. აქ საინტერესო ის არის, რომ ფასიანი ქაღალდები ამერიკაში ახალ რეკორდზე არის ასული. ყველას, მოლოდინი არსებობს, რომ იქ ცოტა დამშვიდდება ბაზარი და რაღაც უფრო რისკიან თემებში გადავალთ და მათ შორის, რა თქმა უნდა, კრიპტოში და შესაძლებელია, რომ კრიპტომაც მალევე მიაღწიოს კიდევ უფრო ახალ მაღალ რეკორდს და პირველ რიგში ეს Bitcoin-ის ფარგლებში მოხდეს და არა სხვა ბლოკჩეინზე, ხო? და ისტორიულად როგორც ყოველთვის, ივლისი Bitcoin-ისთვის ყოველთვის პოზიტიური, თვე იყო და შევხედოთ ეს პოზიტიური ნარატივი გაგრძელდება თუ არა ამ ივლისშიც. ხო, საინტერესოა, თუმცა ბევრი ისევ როგორც წინა თვეებში ბევრი პოზიტიური ნიუსები არის კრიპტო სამყაროს ირგვლივ, მათ შორის ჩვენაზეც ვილაპარაკებთ დღეს და მოლოდინი შესაბამისიც არის. საკმაოდ. ოკეი, გადავიდეთ ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო თემაზე, Robinhood-ი, რომელმაც ძალიან ბევრი რაღაც ახალი ანონსი გააკეთა და არ ვიცი საიდან დავიწყო, ისეთი მაგარი რაღაცებია. პირველ რიგში რა არის Robinhood-ი? Robinhood-ი არის აპლიკაცია, რომელიც საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი, არის ხელმისაწვდომი ამერიკაში და ევროპაში, მათ შორის 27 ევროპულ ქვეყანაში უკვე და ძალიან მარტივად რო ვთქვათ, შეგიძლიათ ინვესტიცია გააკეთოთ ნებისმიერ რაღაცაში Robinhood-ის მეშვეობით. ეს არის ფასიანი ქაღალდები, არის კრიპტო და ასე შემდეგ. თუმცა ეხლა გადადგა ძალიან საინტერესო ნაბიჯი და გააკეთა რა? გავაუჟოთ თავისი საკუთარი ბლოკჩეინი, layer 2, არსებულ ბლოკჩეინზე დაშენებული, ასე ვთქვათ, ზედა layer-ი და არბიტრუმი არის მაგის ბლოკჩეინი, ხო? ვისაც თანამშრომლობს. კი, არბიტრუმიც არის Ethereum-ის layer 2 და ამ გადაწყვეტილებით Robinhood-ს უნდა რომ მოახდინოს equity share-ების კომპანიის წილების კომპანიის წილების ტოკენიზაცია, რომ შემდეგ გასიებით მარტივად შეძლონ ხალხმა და აქ ერთი თავარი და ძალიან მაგარი თემა, ორი კომპანიის წილების ტოკენიზაცია უკვე მოახდინა და ეს ორი კომპანია არის SpaceX-ი, რომელიც დაფრინავს კოსმოსში და მეორე არის OpenAI, ChatGPT-ის კომპანიის წილები შეგიძლია შეიძინო Robinhood-ზე სანამ საერთოდ ბირჟაზე გავა კომპანია. ეგეთი რამე წარმოუდგენელი, ძალიან მაგარი ნიუსი არის, რომ დღეს შეგიძლია იყიდო ბლოკჩეინზე წილი, რომელიც მეორე კომპანია რო კიდევ უფრო გამვითარდება ბირჟაზე რო გავა, შენ გექნება მაგის წილი. და ასე ვთქვათ, კონტექსტისთვის რომ გითხრათ, ესე ჩვეულებრივ თუ ვიღაცას უნდა რომ იყიდოს კომპანიის წილები, ეს მარტივი პროცესი საერთოდ არ არის. ჩვეულებრივ ადამიანისთვის შეუძლებელი ამბავი. ხო, interactive broker-ი შეუძლია. ეგ უკვე დალისტულ კომპანიის, კი, მაგრამ ზოგადად Robinhood-ის მთელი ის რა არის, ამ ასე ვთქვათ, ამ ტოკენიზაციის მუღამი, ასე ვთქვათ, რაც არის მთელი.
და ნუ რა არის იცი OpenAI-ის შემთხვევა არ მიკვირს, რადგან Sam Altman-ი არაერთ კრიპტო და თავის პროექტიც აქვს WorldCoin-ი და ასე. ხო, აქ მეორე ნუანსიც არის, აი ესე იგი, Robinhood-მა და ჩვენ რამოდენიმე გადაცემის წინ თქვით ეს ყველაფერი Bitstamp-ი შეიძინა, ანუ Bitstamp-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სანდო ბირჟა სოფლიოში უკვე არის Robinhood-ის, ხო და ეხლა უკვე გამოჩნდა რატო შეიძინა, იმიტომ რომ ის ინფრასტრუქტურა რაც აქვს Bitstamp-ს ის სჭირდება რეალურად რომ განახორციელოს თავისი კრიპტო პროექტები. და აქ მეორე ნაწილისა, ანუ ერთი არის რომ შეგიძლია ChatGPT-ის სტილი იყიდო, მაგრამ ასევე არის სტოკები, ხო? ანუ მაგალითად ფასიანი ქაღალდები Tesla, Nvidia, Microsoft და ბევრი დიდი კომპანიის კრიპტო ვარიანტი გამოუშვა Robinhood-მა და ეს იქნება blockchain-ზე და აქ კიდე ბევრი სხვა პლუსი შემოდის, მაგალითად New York Stock Exchange-ზე, ხო, ანუ New York-ის ბირჟაზე არის დროები შეზღუდული, ხო? იქ არის რაღაცა ტრეიდინგი იხსნება არ მახსოვს უბრალოდ მე მემონია 10 საათზე თუ 9-ზე და იხურება 4-ზე, ანუ ძალიან მოკლე ფანჯარა არის, სადაც შეგიძლია რეალურად ივაჭრო ფასიან ქაღალდებით და არსებულ სტოკებით, რომელიც უკვე Robinhood-ზე იქნება, იქ შეგიძლია 24 საათი ივაჭრო 5 დღის მანძილზე. ხო, შაბათ-კვირას მაინც არა, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა არის ამ ყველაფერში და თან ეს ყველაფერი შეგიძლია მე გაიტანო ეს შენი ტოკენები იქ რაღაცა ჩაასხა DeFi პროექტებში და ნუ მოკლედ, რავი, ახალი სამყარო იქნება ჩვენ თვალწინ, სადაც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ხდება ფინანსური აქტივები ამერიკიდან, რავი, ნებისმიერ ადგილას სოფლიოში, ხო? და ეს არა მარტო Robinhood-ზე ხდება, Kraken-ზე ხდება, Bybit-ზე ხდება, Solana-ს blockchain-ზე ხდება და მოკლედ საოცრები ხდება. ალბათ ყველაზე, ასე ვთქვათ, ნუ ამ ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური Web 2-ის და Web 3-ის merging-ი რა, ანუ რაში იყენებთ კრიპტოს, რომ ვინმე გეკითხება, უკვე იმდენი use case-ი არსებობს რეალური სტაბილური coin-ების გაგზავნიდან დაწყებული, უკვე ფინანსური აქტივების ტოკენიზაციით დამთავრებული, რომ ვისაც დღეს არჯერა რომ კრიპტო მომავალია, არ ვიცი, მე ვეღარ უშველი უკვე, არ ვიცი, რა უნდა უთხრა კიდე. კაი, შენი თემა არის XRP, ანუ Ripple-ის ბანკი, ხო? ხო. რა ხდება მას? მოკლედ Ripple-მა შეიტანა განაცხადი, რომ ამერიკაში მიიღოს ბანკის ლიცენზია. ანუ ეს ნიშნავს, რომ Ripple-ს თავისი ტრადიციული ბანკი ექნება, რომელიც იქნება დაინტეგრებული კრიპტო სამყაროში საკმაოდ აქტიურად, მოხდება ანუ ტრანზაქციების საკმაოდ გამარტივება და ანუ ბევრი ახალი შესაძლებლობა შემოვა. აქ კიდე ერთია, Circle-მაც იგივე გააკეთა, ანუ USDC-ს ვინც უშვებს, იმათმა შეიტანეს საბანკო იმაზე. და Peter Thiel არის კიდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი ალბათ, ნუ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რომელიც PayPal-ი შექმნა, მათ შორის Elon Musk-თან და სხვებთან ერთად და PayPal-ის მაფია, რომელიც ყველა ძალიან წარმატებული ტიპი არის, ვინც მან მუშაობდა, ისიც აკეთებს crypto friendly banks და AI კომპანიებისთვის banks. ანუ ხო, და ეხლა რას ნიშნავს მარტივად რომ თქვა ჩვენთვის, ხო, მაგალითად. რაღაცა პერიოდი ბევრი ამერიკული ბანკი არსებობდა, ანუ რამოდენიმე არსებობდა უბრალოდ, რომელიც კრიპტოში კაი ტიპები იყვნენ და შეგეძლო კრიპტო შეგეტანა, ფული გამოგეტანა, ასე შემდეგ. მერე მოხდა არეულობა ბაზარზე, კრიპტოს წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკის მხრიდან და ეს ბანკები დაიხურა, ხო? და აღარ იყვნენ საერთოდ კრიპტო ფრენდლი ბანკები აღარ იყვნენ და მათ შორის გადარიცხვებით კრიპტოსთან დაკავშირებით გაჩერდა. ეხლა უკვე გადავდივარ უბრუნდებით იმ რეალობას, რაც მანამდე ქონდა თან, ეხლა უფრო გააზრებულად ხდება ეს ყველაფერი და ეს ახალი ბანკები შემოდიან და რეალურად ფულის მოძრაობა კრიპტო სამყაროში კიდევ უფრო მარტივი ხდება, შეტანა, გამოტანა და არავინ არ დაგისვოს კითხვას, რომ აი ეს რა არის კრიპტო, რატო ქონდა ეს კრიპტო საიდან გაქვს, ეხლა უკვე ეს გამარტივდება რა, რაც ინვესტირებასაც რა თქმა უნდა გაამარტივებს მერე მოხმარებლისთვის. კი, ბოლო თემა, რაზეც გვინდა რომ ვისაუბროთ, ეს არის Bitcoin-ის მაინინგი. ეს არის ინდუსტრია, რომელიც ყოველთვის მოიხმარდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ენერგიას და ამის გამო საკმაოდ ბევრ ანუ environmentalistებს ჰქონდათ ამასთან ძალიან დიდი პრობლემები, ხო. მაგრამ ეხლა რადგან რამოდენიმე დიდი კომპანია არის, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, სიმავად ცდილობენ რომ გადავიდნენ renewable მწვანე ენერგიაზე, solar, ზისხივი, ენერგია, ქარი, წყალი, ჰიდრო. ხო.
წყალი და ასე შემდეგ. და ნუ ხო. ხო, აქ ალბათ Bitcoin-ი რაღაც სოფლიო ტრენდს მიყვება, ხო? ანუ სოფლიოში ეს ტრენდი არის, რომ გადავიდეთ renewable energy-ზე და არ ვიყოთ დამოკიდებული რაღაცა ნახშირის დაწვაზე და ეგეთ რაღაცებზე, რომელიც დედამიწას აბინძურებს და Bitcoin-ს მიყვება მაგ ამბავს. ერთი საინტერესო ფაქტი იყო ამასთან დაკავშირებით, მაინინგთან დაკავშირებით, ამერიკაში რამოდენიმე სენატორს უნდა კანონის ცვლილება, იმიტომ რომ ამერიკაში თუ ხარ მაინერი, როცა გამოიმუშავებ მაშინაც გადასახადი გიწევს და როცა ყიდი მაშინაც გიწევს გადასახადი. კი, რაღაც და საკმაოდ ცუდ პოზიციაში აყენებ რეალურად ამერიკულ კომპანიებს, რომელიც მაინინგთან არის დაკავებული და რო გაამარტივონ ეს ამბავი და უფრო მეტი ამერიკული მაინერი არსებობდეს, მაგისთვის უნდათ რომ ახალი კანონი შეიტანონ და ამერიკელებს გაუმარტივდეთ მოკლედ მაინინგის ამბავი. საქართველოშიც ჰქონდა საინტერესო პროექტი, წინა კვირას იყო ვიდეო, არ ვიცი ნახე თუ არა, კახეთში როგორ გააკეთეს სოლარი ენერგიის მაინერები, იმიტომ რომ ჭარბი ელექტროენერგია ჰქონდა ადამიანს და ვერ აბრუნებდა ქსელში, იმიტომ რაღაცა პრობლემები იყო, დააყენა კრიპტო მაინერები, Bitcoin მაინერები და რეალურად უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე ელექტროენერგია რო გაიყიდა ისევ საქართველოს სისტემაში. საინტერესოა. კი, ნამდვილად და ეგ ჩემი აზრით ბევრი კომპანიისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, ვინც აპირებს რომ სოლარზე გადავიდეს და ასე შემდეგ და შეიძლება ჭარბ ენერგიას აწარმოებდეს, რომ იგივენაირად გამოიყენოს ეს Bitcoin-ის მაინინგისთვის და დამატებით შემოსავალი გაიჩინოს. ნამდვილად. ეს იყო ხო ამ კვირისთვის. დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩვენ გადაცემას. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ყოველკვირეულად წერთ ამ ყველაფერს. თუ მოგწონთ, მაშინ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვილაიქეთ ვიდეო. თუ რამე კომენტარი გაქვთ ან რაღაცა კითხვა, კომენტარებში დაგვიწერეთ და შემდეგ გადაცემაში განვიხილავთ. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.